ირაკლი ღარიბაშვილი რიჩარდ ნორლანდთან ერთად ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევის ცენტრს სტუმრობდა. მთავრობის მეთაურმა ამერიკელ დიპლომატთან ერთად ცენტრში განთავსებული ლაბორატორიები დაათვალიერა. როგორც პრემიერმა განაცხადა, აღნიშნული ცენტრის მშენებლობა უდიდესი ინვესტიციაა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა საქართველოში განახორციელა. ღარიბაშვილის განმარტებით, ლაბორატორიაში გარდა კონტროლის ეროვნული ცენტრის მეცნიერები სამუშაობენ მკვლევარები სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, ბაქტერიოფაგის ლაბორატორიიდან და სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. რაც მისი შეფასებით ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს წამყვანი პოზიციები დაიკავოს ბიოსამედიცინო მეცნიერების განვითარებაში. ლუგარის ლაბორატორია არის ლიდერი დეტექციის მიმართულებით, ანუ აღმოჩენა პათოგენების თუ კი ასეთი აღმოჩნდება. შესაბამისად, ის არის სრულად აღჭურვილი ყველა იმ შესაძლებლობით, ადამიანური რესურსებით, ტექნიკური აღჭურვილობით, ატარებს მუდმივ მონიტორინგს ნებისმიერი ვირუსული, ბაქტერიული და ასე შემდეგ პოტენციური დაბინძურების მხრივ და მოქმედებს ერთიანი ჯანდაცვის პრინციპით, ანუ ერთად მუშაობთ როგორც ჩვენ, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ახლა გლობალურ ჯანდაცვას საფრთხეს უქმნის ებოლას ფართო გავრცელება და სხვა ფაქტორებიც. ასეთ პირობებში მსგავსი ინსტიტუტების შეუცვლელი რესურსია იმისთვის, რომ საფრთხეების პრევენცია მოხდეს. ეს ცენტრი საქართველოს თავის ადგილს უმკვიდრებს გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების რუკაზე. ჩვენთვის მთავარია, რომ ეს ინსტიტუტი არის ღია, გამჭვირვალე და მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. მისი მიზანია, რომ აქ რეგიონის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ მეცნიერები კვლევების ჩასატარებლად და დაავადებების პრევენციაში მიიღონ მონაწილეობა.